ახალ გახსნილი კურორტი გოდერძი უცხოელ ტურისტებს მასპინძლობს. სარეკლამო რგოლში ნანახი სათხილამურო ტრასები უკრაინის მოქალაქეებმა პირადად მოსინჯეს. აჭარის მაღალმთიანეთის კურორტის მთავარი ხიბლი გრძელი სათხილამურო ტრასა, რომლის სიგრძეც საერთო ჯამში 8 კილომეტრია. ასევე მიმზიდველია სეზონის ხანგრძლივობა, რომელიც 6 თვეს მოიცავს. რეპორტაჟი აჭარიდან. სამთო სათხილამურო კურორტ გოდერძის უცხოელი ტურისტების პირველი ნაკადი ესტუმრა. აჭარის მაღალმთიანეთში ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე კურორტი ტურისტებს შთამბეჭდავი ბუნებით, სუფთა ჰაერით, პეიზაჟებითა და გამორჩეული სათხილამურო ტრასებით იზიდავს. უკრაინელმა ტურისტებმა გოდერძის შესახებ სპეციალურად შექმნილი სარეკლამო რგოლიდან შეიტყვეს. ამ კურორტის შესახებ შემთხვევით გავიგე, მეგობრები გუდაურში ვგეგმავდით წასვლას, თუმცა შემდეგ ვიდეო რგოლი ვნახე. ბევრი თოვლი და კარგი სასრიალო ტრასაა. პერსპექტიული ადგილია, ფასი შედარებით დაბალია და ჩემთვის ხელსაყრელია, თუმცა კურორტს კიდევ სჭირდება განვითარება. კურორტი რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასით გამოირჩევა, რაც ქართველი და უცხოელი მოთხილამურეების ინტერესს იწვევს. ამ ეტაპზე დამსვენებლებს ორი საბაგირო ხაზით შეუძლიათ სარგებლობა. კურორტის უპირატესობა ისაა, რომ სეზონი ნოემბერში იწყება და მაისამდე გრძელდება. დამსვენებლები ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის პრობლემებზე საუბრობენ. იყო ეგეთი პრობლემები, რაც ტრანსპორტირებას შეეხებოდა, მაგრამ ამჟამად უკვე არის საშუალებები იმისა, რომ ადამიანს ვისაც შეუძლია ამოვიდეს ხულოს ცენტრამდე, იქიდან ემსახურება სპეციალური ორხიდიანი მიკროავტობუსები. ტურისტებს საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და კოტეჯებში შეუძლიათ დასვენება. ტურისტული პროდუქტების მართვის სააგენტომ შეიმუშავა ტურისტული პაკეტები, რომლის შეძენაც დაინტერესებულ პირებს საინფორმაციო ცენტრებში შეეძლებათ. შემუშავდა სპეციალური პაკეტები, სპეციალური ფასებით და ჩვენს პორტალზე welcome.go.com ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს. ველოდებით ტურისტებს, რა ვიცი, შეძლებისდაგვარად მოვემსახურებთ 6 ადამიანს მივიღებთ. კურორტი გოდერძი საახალწლო ღონისძიებებსაც უმასპინძლებს. იანვარში კი მოთხილამურეებისთვის ადგილობრივი ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება.